გურიეტივის მაყურებელმა გუშინ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ასარჩევ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს მოусმინა. პოლიტიკურმა სუბიექტებმა ისაუბრეს საარჩევნო პროგრამაზე, მათი პარტიის ხედვებზე ლანჩხუთის განვითარების კუთხით და იმ პრობლემებზე, რომელიც მუნიციპალიტეტში დგას. ყურადღება გამახვილდა სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, როგორც ეკონომიკის მთავარ საყრდენზე გურიაში. დებატებს პარტიების გირჩი, კონსერვატორები საქართველოსთვის და გახარიეს საქართველოსთვის წევრები ესწრებოდნენ, რომლებმაც გადაცემის ბოლოს თავიანთ ამორჩეველს მიმართეს და მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. და ყოველთვის ვიყავი ხმა ლანჩხუთის საკრებულოში, მოგეხსენება 2006 წლიდან არის რაიონულ დონეს საკრებულები, ადრე თვითმმართველობები თემებში იყო, დემოკრატიის უკეთესი პირობები იყო მაშინ, როცა ადგილზე წყდებოდა და ვეთანხმები აქ ჩემ ახალგაზრდა კოლეგას. დეცენტრალიზაცია აუცილებელია. თქვენ მოგეხსენებათ ახლა ინფრასტრუქტურის და რეგიონალური გაყვენ ახლა თითქოს, მაგრამ გაყვენ სკამის გულისთვის და გაყვენ პიროვნების გულისთვის, თორე რეალურად ხედვარეთ, ჩვენ პარტიას აქვს ამაზე ძალიან სერიოზული უნდა მოხდეს აბსოლუტურად დეცენტრალიზაცია. მე როგორც ორჯერ დამოუკიდებელი დეპუტატი ყოველთვის ვამბობდი, რომ სუბსისტემის წარმომადგენელი ხო? იქ ყველა კუთხით, რაც თქვენ ახლა კითხვებს ვამბთ. სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, წყალი, გაზი, რომელიც მაშინ არ ჰქონდა და ეტაპობრივად შემდგომ შემოვიდა, არც ერთ პიროვნებას საკრებულოში არ უნდა ჭიროდეს ნომერი და პარტიული რაღაცა ესეთი დახმარება, ხო? იქ უნდა იყოს თვითონ ხალხიდან გამომდინარე. აი როგორც ხალხი გადაწყვეტს. მე რაც შემეძლება ყველანაირად ვეცდები, რომ იმ ადამიანებისთვის ვიყო მაშველი რგოლი, ვისაც ბიუროკრატიასთან პრობლემები შეექმნება. აი ზუსტად იმ კონკრეტული თემების გამო, რაც ზემოთ ვისაუბრე. აი როგორც მაგალითად ხის მოჭრასთან დაკავშირებით შეიძლება იყოს ან ნებისმიერი სხვა პრობლემა, რომელთვისაც აი სამშენებლო ნებართვა იქნება, ადამიანს თავის ტერიტორიაზე სახლის აშენება რომ უნდა, ანუ თავისთვის ცუდ სახლს აიშენებს. შენთან რომ უნდა მოვიდეს პირობითად, რადგან შენ ხელისუფალი ხარ, ნებართვა რომ უნდა აიღოს, აი რატო რისთვის? რაში ვახდევინებთ ნებართვისთვის, რატო ვახდევინებთ ფულს? და ჩემი აზრით, მე ამ ყველაფერს ამ ჩემი ერთჯერადად არჩევით, ერთი ადამიანის შეცვლით, რა თქმა უნდა, რომ მე ამ პრობლემებს ესე ერთი ხელის მოსვლით ვერ გადავწყვეტ და შეუძლებელია კიდეც თვითმმართველ ორგანოში მოხვედრით ამ პრობლემების გადაწყვეტა და მე ესეთ ტყუილს არც ვიკადრებ და არც ვიტყვი, უბრალოდ შემიძლია რომ მათი ხმა ვიყო, ვისაც დავჭირდები, ვისაც ჩემი გვერდით დგომა დაჭირდება და კანონი მასზე ძალადობას დააპირებს, შესაძლებელი იქნება ჩემთან მოსვლა. მე როდესაც დამიკავშირდნენ კონსერვატორები საქართველოსთვის რამდენიმე წლის წინ და მისხეს რომ აი თხოვეს ჩართვა პროცესში მაშინ გახსოვდეს ყაბალახიანი გურული ხალის აქტიურობის პერიოდი იყო მე მათ უცხაი რომ ჩემი ინტერესია თვითმმართველ რომ მე აქ ხედავ მე იმიტომ რომ ჩემი გავლილი ცხოვრებას ჩემი მე ხუთი შვილი მიყავს ჩემისა მე არაფერი მაგრამ აი ამ განწყობილებით მე მინდა რომ ადამიანები რომლებსაც ჩვენ მხარი დაგვიჭირეს და აი ამ კონსერვატორ კი ხედავს როგორ ეს იდეები როგორ პოპულარული გახდა და ხელისუფლება ფაქტურად აი ამ მისასალმებელია მხოლოდ აი ლანჩხუთებს მინდა ვთხოვო რომ ჩემი ამორჩეველი ასე ვთქვათ ამის მიმართულებით არ ითვლება იწონება მე მინდა ისიც ამორჩეველი გჭირდება ჩვენ ახლა რომელიც სადაც გააზრებულია გამოცან რომ ცვლილებებია საჭირო ბევრიც მე მჯერა ვთქვათ მესვის იმათი ვისაც ხელი ჩაქნეული აქვს არჩევნებზე და მის აქტუალობა ისეთ არ მიაჩნიათ პირველ ხარისხოვნად და არც მეორე ხარისხოვნად იმიტომ რომ სულ გაცვლებული იყო მათი მოლოდინები ამჯერად ჩვენ გურიიდან ლანჩხუთიდან კორდულად ვიწყებთ ცვლილებებს და აი ამ ეგ შანსს უნდა აი მინდა ყურადღება მიაქციოს ტელედებატებს ლანჩხუთის ოლქში დარეგისტრირებული პარტიებიდან გურიის ტელევიზიის შეთავაზების მიუხედავად არ დასწრებია ლელო ძლიერი საქართველო და ქართული ოცნების წარმომადგენლები.